ვარ ნინო მსხალაძე 13 წლის. სწავლობ ქეთქეთის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა მუსიკა, კარატე, ფრენბურთი და ცურვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფრენბურთის თამაში. ფრენბურთის თამაში შემიყვარდა 1 წელია. ადრე საერთოდ არ ვიცოდი თამაში, მაგრამ ჩემს კლასში არის ერთი გოგო ანასტასია, რომელმაც იცის ძალიან კარგად ფრენბურთის თამაში და მან მასწავლა და როდესაც უკვე აუღე, ძალიან დამაინტერესა და შემიყვარდა. უმეტესად ვთამაშობ უბანში მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად. ყველაზე მეტად მიყვარს დგომა ბადესთან. ტები მაღლა და მაქვს ძლიერი დარტყმა. ერთხელ მე 7 კლასში რო ვიყავით, მერვე კლასელებს მოვუგეთ და ეს თამაში ყველაზე კარგად დამავხსნათ. მაგ დროს ბადესთან არ ვიდექი, მაგრამ ისე კარგად ვითამაშე, რომ ვიყავი ყველაზე საუკეთესო. პროფესიონალი ფრენბურთელი რო ვიყო, სიამოვნებით ვითამაშებდი ნაკრებში 3 ნომრით. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალანჩივაძეს მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-4 კლასში და უკრავ ფორტეპიანოს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა უფრო ლამაზია გოგოებისთვის და უფრო გოგოებს უხტება და ამშვენებს. ამიტომაც ავირჩიე თავიდანვე ეს ინსტრუმენტი. პიანინოზე დაკვრაში ყველაზე რთულია 2 ხელით და ყველაზე ადვილია პედლის გამოყენება. მუსიკაში ჩემი მასწავლებელია ლიანა შავთვალიძე. ის არის ძალიან ლამაზი, მშვიდი, გაწონასწორებული და კეთილი. ორჯერ მქონდა გამოცდა და 4 კონცერტი. აქედან ყველაზე კარგად მომხსოვდა პირველი კონცერტი, რადგან როდესაც პირველად გამოვედი, ეს სულ სხვა გრძნობა იყო. ძალიან ნერვიულობდი, რა თქმა უნდა, რადგან პირველი კონცერტი იყო და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. პიანინოს გარდა კიდე მინდა უკრავდე ფლეიტაზე. ჩემი გეგმაა, რომ დავამთავრო 6 წლები და ავიღო დიპლომი. მე ვაპირებ უცხოენების მასწავლებლობა სკოლაში და დიდი ალბათობით მუსიკა სულ დამჭირდება. მე მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს ძალიან კარგი მასწავლებლები, კლასელები და ძალიან მზრუნველი დირექტორი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნინი მსხალაძე. ყველაზე ჭკვიანია ანასტასია მსხალაძე. ყველაზე მშვიდია ლიკა დუმბაძე. ყველაზე ბედნიერია ბაჩი ვასაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია რუსული. რუსულის გარდა კიდე მინდა ვიცოდე ინგლისური და ფრანგული ენები. ჩემი საყვარელი მასწავლებელია მზია დუმბაძე. იმიტომ რომ ძალიან ბევრ აქტივობებში ჩავრთავ, ძალიან უყვარს ბავშვები, ძალიან გვაფასებს და ძალიან მიყვარს რა. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ შემეძლება ჩემით მივიღო გადაწყვეტილება, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე და გავხდები დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და 2 უფროსი ძმა. უფროსი ძმა არის 20 წლის და ქვია დავით. ის არის მხიარული, ჭკვიანი და კარგად იცის ინგლისური ენა. მეორე ძმა არის 17 წლის და ქვია დიმიტრი. დიმიტრი არის მშვიდი, სერიოზული და გაწონასწორებული. ორივე არის კარატისტი და თავს გრძნობ უსაფრთხოდ. მამა არის მშრომელი, მხიარული და ძალიან სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, განათლებული და კარგი დიასახლის. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ტრიპაპიცის დღიური. საყვარელი სერიალია კალმარის თამაში. ჩემი ორივე ძმა არის კარატის მასწავლებელი და მეც ვსწავლობ კარატეს. კარატის სწავლა იმიტომ მომინდა, რომ შემძლებოდა თავის დაცვა. ინტენსიურად ვარჯიშობდა, თუ ასე გავაგრძელე, ჩემი ძმები არიან დაპირებულები, რომ გამიყვანენ შეჯიბრს. ჯადოს ნურჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკვდავება. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნინო რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე დავიბადე პირველ ლინიის და მაგიტომ დამარქვეს ნინო და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნინო რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა დიანა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა კნუტი. ბედნიერება არის პატარა კნუტი, კარგი მეგობრები და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.